ცივგომბორის მთების სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე მერცხლის ბუდესავით ჩაუშენებიათ ჩვენს სახელოვან წინაპრებს ეს საოცარი ქალაქი. სიღნაღი თურქული სიტყვა და გამაგრებულ ადგილს ანუ თავშესაფარს ნიშნავს. ამ გადასახედიდან ხელისგულივით მოჩანს ალაზნის ზღაპრული ველი. პოეტის თქმის არ იყო სიღნაღი მართლაც ქიზიყის დედოფალი და სილამაზის გვირგვინია. 1762 წელს ერეკლე მეორეს ძველი ციხის ნანგრევებზე ქალაქი აუშენებია და მისთვის თვალუწვდენელი ქვითკირის გალავანი შემოუვლია. გალავანში 23 კოშკი და ქალაქში შესასვლელი 5 ჭიშკარია დატანებული. თითოეული კოშკი იმ სოფლის სახელს ატარებს, რომლის მოსახლეობაც მას აშენებდა თავდაცვის მიზნით ომიანობის დროს. აქაურ მეომრებს ბევრჯერ მოუგერიებიათ ყიზილბაშთა მრავალრიცხოვანი და სისასტიკით განთქმული ლაშქარი. მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ქალაქი მთავარ როლს ასრულებდა დაღესტნიდან და ჭარბელაქნიდან მოძალებული მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. აქ დაულოცეს 15 წლის ერეკლეს საომრად მომართული ხმალი და სწორედ ქიზიყელებმა შეარქვეს მას პატარა კახი არა მისი ტანადობის, არამედ ასაკის გამო. ისტორიულმა ქიზიყმა ბევრი სახელოვანი მამულიშვილი გაუზარდა ქვეყანას. ნიკო ფიროსმანი, სოლომონ დოდაშვილი, ვანო სარაჯიშვილი, ჰამლეტ გონაშვილი, ვასო გოძიაშვილი, ავლიპ ზურაბაშვილი, ალექსანდრე გზირიშვილი, ილო მოსაშვილი და უამრავი სხვა. დღეს რესტავრირებული და განახლებული სიღნაღი ტურისტული ქალაქის ფუნქციას ასრულებს და არც თუ ურიგოთ. სიყვარულის ქალაქში, როგორც მას ახლა ეძახიან, წელიწადის 4-ვე დროს უამრავ სტუმარს მასპინძლობენ. ამ ქალაქში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, მდიდარის და ღარიბიც განსაკუთრებულად ემზადება შობა ახალი წლის შესახვედრად. სიღნაღელებმა კარგად იციან საკუთარი ქალაქის და სტუმარ მასპინძლობის ფასი. ჩვენი საშობაო და საახალწლო გადაცემა სწორედ ამ ქალაქიდან გვინდა დავიწყოთ. სიღნაღო, სიღნაღო, შემომშობელო მხარეო, მთელი ქვეყანა მოგზახის, იცოცხლე გაიხარეო, დახურებ ალადნის ველს და სულ მოშანს მთელი კახეთი, შენ უნდა გერქვა სიღნაღო, სიცოცხლის გადასახედი. ქიზიყელებს ამ შეუპოვარ ხალხს მარტო შეუპოვრობა კი არა, ძალიან დიდი სითბო, ძალიან დიდი სიყვარულის გამოვლენა შეუძლიათ. ხშირად მიხდება ამ რაიონში ხალხთან შეხვედრა და განსაკუთრებით ძველიანაგის ხალხის სტუმართმოყვარეობა. ყველა სოფელში სტუმართმოყვარე ხალხია. ისე უბრალოდ, ისე გულღიად გეტყვიან, მობრძანდით, ყველზე და პურზე გეპატიჟებით. აი ასეთი ხალხია, ხელგულგაშლილი, ბარაქიანი, უხვი და მე მინდა ერთხელ კიდევ მიულოცო მთელი სიღნაღის რაიონს ამ პატარა ქუჩიდან, ამ კოლორიტული ქუჩიდან, სიღნაღის სარაჯიშვილის ქუჩიდან, სარაჯიშვილის სახლიდან მიულოცო ახალი წელი და მრავალ ახალ წელს შემოსამშობლო. ჩვენი გადაცემა საშობაო და საახალწლო გადაცემა არის. პირველ რიგში თქვენ,
აი აქ დამსწრეებს გილოცავთ არაჩვეულებრივ დღესასწაულს, ახალი წლის შემობრძანებას. ღმერთ მაქნას რომ ის რაც ნაკლი გვაქვს, ყველაფერი გამოსწორებული იყოს ქვეყანაში და ჩვენს ქვეყანაში აღარ იყოს მშიერი, ღარიბი, გაჭიროებული და სულ გველხინებოდეს და სულ გვემღერებოდეს და სტუმრების მიღების ხალიზე ვიყოთ ყოველთვის. დღეს ჩვენ არაჩვეულებრივი სტუმრები გვყავს. ბატონი თემურ ჩალაბაშვილი, რომელიც აქაური კაცია, თავის მამულში, თავის მშობლიურ კუთხეში მოვიდა და მოგვიყვანა არაჩვეულებრივი სტუმარი. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. რადგან საშობაო ზეიმი გვაქვს და შობა მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ყველაზე წმინდა დღესასწაულია, მოდით უფალი ვახსენოთ. შემოძვირფასო მეგობრებო და ქიზიყელებო, ჩვენო პატრიოტებო სტუმარო, სტუმრებო. მე მინდა რომ შემოგთავაზოთ საოცარი სადღეგრძელო უფლის სადიდებელი ყველა ჩვენთაგანისთვის ღვთაებრივი სადღეგრძელო რომ ხერხული цаრი რომ ვინმეს ესწავლებოდეს ამ სადღეგრძელოს დანიშნულება ჩვენი ქართული სულიერების, ჩვენი ქართული ტაძრების, ჩვენი ჩემო ძვირფასებო აი მამა პაპის სეული ყველაზე საოცარი რითაც ვამაყობ ჩვენ მე მინდა ჩვენი უფლის სადიდებელი ვთქვათ და დიდება უფალს და დიდი სიყვარულით აუცილებლად უნდა შობის სადღეგრძელო ერთად ეს მიბმით მინდა ვთქვა რომ მოგეხსენებათ რაც არის ეს დიდი დღესასწაული ქართველი კაცი უპირველესად შობას ელოდებოდა ქრისტეს შობას ქრისტეს დაბადებას ხო და ამით იყო ამაყი რასაკვირველია ისეთი სილაღით ისეთი დიდი გრძნობით ეს სადღეგრძელოები კი არავინ აღარ ზეიმობს ამას ჩვენ და სამწუხაროდ მაგრამ ასეც არ არის ეს ჩვენ გულებში არ წაიშალოს ჩვენს თაობებში და გამოჩნდება ხალხი რომელსაც აუცილებლად რომელიც აიტაცებენ ამ დიდებულს სადღეგრძელოს და სადამ საქართველოს იარსებებს ქრისტეს შობის სადღეგრძელო ყოველთვის იქნება უპირველესი სადღეგრძელო მოგეცი უნარი ღვთისმშობელო რომ ვიყოთ ხვალ უკეთესნი ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი და ჩვენი სამომავლო გეგმები იყოს მნიშვნელოვანი ჩვენი საქართველოს იყოს უფრო ლაღი უფრო უხვი უფრო თავისუფალი კარგი გაგებით თავისუფალი როგორც ამ ბოლო წლებში გავიგეთ ისე კი არა თავისუფალი საქართველოს ნიშნავს რომ თავისუფლად მიდიოდეს მისი ცხოვრება და ლაღად ვიყოთ მდიდრები გულუხვები და ჩვენი მიწა-წყალი გვეკუთვნოდეს ჩვენ აი ამას ვთხოვ იმ დიდებულ დღესასწაულს რომელსაც საშობაო დღესასწაული ქვია ბედნიერები იყავით და ბედნიერები ვიყოთ აი მერმისინდელი შობა უფრო მაღალი ზნეობის იყოს ვიდრე დღეს ხვდებით
აგაშენოთ უსაზღვროდ მიხარია აი ძირძველ მიწაზე ჩვენი ერთად ყოფნა მე ვარ სიგნალის შვილი ძალიან ძნელი სათქმელია რომ ჩემი რაიონიო აი ჩვენ უნდა ვიყოთ ისე უნდა ვიცხოვროთ რომ ჩაეთვალა სიგნალს ჩვენი შვილობა და შვილად მეეყო ჩვენი თავი მაგრამ უსაზღვროდ მიხარია რომ სტუმრობის გარდა მასპინძელზე ახლა ვართ მიუხედავად იმისა რომ ჩემი мама პაპა ჩემი დიდი პაპა უფრო სწორად აი აქვე ბოდბის მონასტერთან კედელი რო ქვია სოფელს ჩვენ ვამაყობ ეხლაც რომ ზედაშეები გვაქვს აქ და ჩემი мама პაპა აქ დაბადებულები და ჯვარი აქ ჩემ პაპას და ბებოს დაწერილი წმინდა ნინოს მონასტერში აქ მოუნათლე ჩემი ვაჟიშვილი ბეჟანი და სამაყოთ მიმაჩნია თან ანსამბლი რუსთავი ახლდა ამ ნათლობას ნათლობა კი არ იყო ყველაფერი ერთად აღებული იყო აქ აი ყველა ქრისტიანული დღესასწაული იყო თითქმის საოცარი ომარ კელაპტრიშვილი ჰამლეტი და როგორ გითხრათ ეს იყო აი სულის ზეიმი დღევანდელმა დილამ ის დღე დავიყენა თვალწინ აი გვიანი შემოდგომა გახდათ მით უმეტეს რომ დღეს დიდი დღესასწაულია ჩვენი ქრისტიანული ეკლესიების ჩვენი ქრისტიანული ხალხის და მოგილოცავთ ბედნიერება და სიყვარული მინდა გისურვოთ სწორედ ამ დიდ განწყობილებას უხდება მუდამ სიყვარულის განმადიდებელო ჩემო საქართველო მართმადიდებელო ოშკო და ხახულო ცრემლით ნაფერებო ძუძუს მოწყვეტილო ძმებო ქართველებო ზეცად აზიდულო ჯვარო და სამებავ გვეყო შვილთა ჩვენთა უღმერთო წამება მუდამ სათნოების განმადიდებელო ახსდეკ საქართველო მართმადიდებელო ო წმინდა გიორგის ხატებავ ნათელო სამთლად დანთებულო მომავლის ქართველო ესე სიყვარულის განმადიდებელო ჩემო საქართველო მართმადიდებელო ჩემო ძვირფასო მასპინძლებო ჩემო ქიზიყელებო ჩვენი ქალაქი ცოტა მაღლა როგორ ახლოს არის მზესთან რომ გადახედავ როცა გვინდა ზღვაცა გვაქალაზდის ველზე და როცა გვინდა ბარიც და აღარ ვლაპარაკობ საოცარ სამკაულს რომელსაც წინ თები ქვია ჩვენი საოცარი კავკასიონი და აქედან დანახულს სრულიად საქართველოს გაუმარჯოს მე მინდა რომ ეს შობა ახალ წელიწადი ჩვენი ღვთაებრივი დღესასწაულის მიულოცონ მთელ საქართველოს ყველა კუთხეს ჩვენ მზიან აჭარას ჩვენს აფხაზეთს ჩვენს დაკარგულ მაგრამ დაუკარგავ ნაწილს რომელსაც ინედი გვაქვს რომ დავიბრუნებთ რომლისაც
აი მე მინდა სრულიად საქართველოს საზღვაო დავლივოთ, იმიტომ რომ ქართველი კაცი არ ყოფილა მხოლოდ სათავისოდ. ჩემი კუთხე კი არ არის, ჩვენი კუთხეა. აი ჩვენ ერთიან სამშობლოს გაუმართოს. ბედნიერი შობა გასტენებოდეს და ბედნიერი იყოს მისი თვითეული ცხოვრები. გაგიმარჯოთ და კარგად იღავთ. აი ახლა აბა თუ შეიძლება ერთი ისეთი სიმღერა რომ შეგძრას ხალხმა. ეს ყველაფერი ეს სიმღერაც, ჩვენი პოეზიაც უკვდავია. ჩვენ მივეცით ეს სოფლიოს ჩვენი სახე ვანახეთ. არიან დიდი ერები არსებობს და მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია ალბათ, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაინტერესებს, ჩვენი თავი გვაინტერესებს. რა შექმნა, რა მოიტანა ჩვენმა წინაპრებმა და ამის დაცვა და აუცილებელია ჩვენთვის, იმიტომ რომ აუცილებლად დავკარგავთ მაშინ ჩვენ სახეს და დრო ყოველთვის არ იყო დალხინებული საქართველოსთვის, მაგრამ ჩვენ უძლებდით და იმედია მომავალშიც გაუძლებთ და ჩვენი თაობები ჩვენზე უკეთესები იქნებიან. ერთლექს ვიტყვით, თქვენის ნებართვით. ეს დრო არ ეძებს არც თეთრს და არც შავს, არც მას პინძლობას და არც სტუმრობას. ყველაფერს მაინც ერთ ქვაფში ხარშავს ეს დაწყევლილი უწიგნურობა. არა და ყველა მომხდურს და ოხერს ისე სურს ჩვენი თაცა და ბარიც, რა შეიძლება ხვალდაზედ მოხდეს, ამაზე ფიქრიც არ მსურს და
მაინც გაგიჟებამდე მათრობს და მხიბლავს და გადავძახი იმედ საშურველს საქართველოსთვის ამ ძლიერ სიტყვას ჩვენი დროც რომ ვერ აუფასურებს. მოგეცა ბედნიერება იმისა, რომ აი ამ ძირძველი კიზიყის მიწიდან მიულოცოთ მთელ საქართველოს ცოცხლების სახელითაც და იმ ადამიანებითაც, რომლებიც უკვე მარადიულობაში არიან გადაზრდილები და რომლებმაც დიდი ღვაწლი, დიდი ამაგი დასდეს არა მარტო ამ კუთხეს, არამედ მთელ საქართველოს და თითქმის ევროპაშიც გაახედეს. განსაკუთრებით მუსიკის დარგი მინდა, რადგან ჩვენ მღერი ვართ და აი ჩვენი ანსამბლიც აი ამას მისდევს ტრადიციებს. არ შეიძლება დღევანდელ დღეს იმათის სულებს არ შევეხმიანოთ და არ ვთქვათ, როგორც ვანოს არაჯიშვილი ამ კუთხეში დაბადებული და გაზრდილი. ჰამლეტ გონაშვილი, რომელიც აქ დაიბადა და აქ მოვიდა. გიორგი ლუდაკუფარაშვილი. სანდ კომპოზიტორი სანდრო მირიანაშვილი, რომელიც როგორც ჩვენ მე პირადად ვიცნობდი და მქონდა ბედნიერება რამდენჯერმე შევხვედით. ამბობდნენ რომ 60-იან წლებში ქართული საესტრადო სიმღერა, რომელიც ფეხს იდგამდა, იმან გადაარჩინა და იმის ასე ვთქვათ, ზურგზე გადავიდაო. ბიძინა კვერნაძე, უდიდესი შემოქმედი, უდიდესი ადამიანი, რომელიც აქ სწავლობდა, აქ დაიბადა, აქ სწავლობდა, აქ დაამთავრა სკოლა. დიდი მომღერალები, რომლებიცაც იტალიაში ზოგმარო ერებმა არ ციცოდნენ იტალიას, სად იყო მიხეილ ნანობაშვილი, ანუ მიშელ დარიანის წოდებული იქ მღეროდა. კუმსიაშვილი და რა ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო. იმათი მოსაგონარი იყოს, იმათი ხსენება იყოს და იმათ სახელზე აი აქ კიზიყის მიწაზე ჩვენზე უკეთესები, ჩვენზე ხმიანები, ჩვენზე კეთილი ადამიანები დაბადებულიყვნენ, გაზრდილიყვნენ და ეს ტრადიცია, რასაც ქართული ამონამღერი ქვია, ქართველი კაცის, ქართველი გლეხის სულის ნადები ქვია, ამ მიწაზე კი არა, მთელ საქართველოში არ დაკარგული იყოს. მრავალჟამიერი, ამ მრავალჟამიერს და მრავალჟამიერ იმათ ხსოვნას და მრავალჟამიერ ჩვენს მომავალს, ვინც ჩვენ უფროს თაობას შეგვცვლის, აქ დადგება და აი ესეთი გადაძახილით კიზიყის მიწიდან მთელ საქართველოს ამსობს შობასაც, ახალ წელსაც, აღდგომასაც და ყველა ღირსშესანიშნავ თარიღებსაც.
ხარტკები ლოკახეთო ამას რო კაცი მღერის ვერ წარმომიდგენია რომ იმაში იგულისხმება მარტო კახეთი რატომღაც მეიმერებს ხედავ ის სამეგრელოს ხედავს ის იმიტომ რომ იმდენად გულში ჩამწდომია ეს ხალხურ ლექსზე გაკეთებული სიმღერა დღეგრძელობა მზეგრძელობა დიდი შემოქმედებითი წვა დიდი შემოქმედებითი წარმატებები ქალბატონონულო თავს უფლებას ვაძლევ ეს ერთი ციცქნა ჩემი ასე ვთქვათ შემოქმედებით რომ მოგილოცოთ შობა ახალი წელი იდღეგრძელე და ძალიან ბევრი ისეთი კარგი სიმღერა შეგექმნათ როგორიც არის მიყვარხარ ტყებილო კახეთო გაიხარე სამათარიო დედოფალო სილამაზის გვირგვინო როგორ მინდა ძველებურად ილაღო და იგრგვინო შენს ხავსიან ციხე ბურჯებს ნისლის შემოხვევია ფეხთით გიწევს ალაზანი იქვე ბოდბის ხევია შემწედ ბოდბის მონასტერი წმინდა ნინო ნეტარი მაგ სიყვარულს ვინც ვერ იგრძნობს ვით ბოგინობს ნეტავი ძველთა ძველი გალავანი
ჩვენი სულ ერცხლის კამარი ო რამდენი ფალავანი შენგან ნათა მამარი გაუზრდია შენ ტკბილ მიწას ჯანის სიტყვის პატრონი არასოდეს არ ქოლია ნურს გენახოს პატრონი სოფელ მაღაროში ერთი საინტერესო კაცი ცხოვრობს. კარგი ოჯახის პატრონი, განთქმული დურგალი და ქართული ჩუქურთმის ოსტატი. ფეხბედნიერი მეკვლე, თვითნასწავლი მხატვარი. ხალხური მთქმელი და სოფელში ცნობილი თამადაა შოველი უსუფაშვილი. 70 წელს გადაცილებული მასპინძელი ახალგაზრდული ხალისით შეხვდა ჩვენს გადამღებ ჯგუფს. განსაკუთრებით კი თავისი თანამემამულის თემურ ჩალაბაშვილის სტუმრობამ გაახარა. სუფრასთან მიგვიპატიჟა, თავადაც მოილხინა და ჩვენს გვალხინა. ასე ყოფილა ჩვენი წინაპრებიდან. კაცი კაცს რო შემოწყრებოდა, გინედა კი არ დაუწყებდა. ეტყოდა შეუღმერთო, ღმერთი გაგიწყრეო. ერთადერთი ღმერთი არის უკვდავი. აგერ ღმერთის მიერ არის აშენებული ოჯახი, აგერ სტუმარ მასპინძელი. ოჯახს დაილოცავებ, თელ საქართველოი. დეგველოცოი ოჯახი. საძირკველი და ჭერი, ფილაქანი და სვენი. კაბდო და კევრი, ხაპირი და ქვევრი. გარგარი და აკაკი და პაპის გვერდში აკვანი. ბუხარი და მაყალი, მშვიდობა და ხარხარი. საბძელი და მარანი, ფიცრული და კარავი, გეჯა და თაფლი, ცომი და ვარცლი, ცხვარბატკანი, კრუხტუჭულა, შინაური, გარეული, მასპინძელი, მზარეული. შეგვეწვე ღვთისმადლი, დღევანდელი დღისმადლი. სახლი ავამსოთ შვილებით, სათავსო შვილიშვილებით. ტერი ღმერთმა დაგვიმარცხე და გადავყაროთ ქიზიყში ვართ. ვეძებოდა ჯვირებით. ოჯახ დაგილოცავ კი, ოჯახში ანთელი გავუმართოს. ყველა ოჯახში ყოფილიყო მოხუცის დარიგება. ბავშვების სიმრავლე ყოფილიყო. სტუმარი გვიყვარდე, ობოლი გვიყვარდე, ღმერთი გვიყვარდე და ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული მოგვცეს ერთმანეთსა. მადლობელი ვარ. გაიხარე. დაგილოცავდე. ორი თვის იყო, როცა მამა ფრონტის წინა ხაზზე წაიყვანეს. უკან ვეღარ დაბრუნდა. სახსოვრად მამის ძველი ქალამნები და ფრონტიდან გამოგზავნილი ბარათი დარჩა. ობლად გაზრდილმა ბიჭმა ოჯახი თავისი შრომით მოიწყო. ძველ ფუძეზე ახალი სახლი ააშენა, კარგი მეუღლეც შეირთო, შვილებსა და შვილიშვილებში გალახდა და დღემდე წესიერი კაცის სახელით ცხოვრობს. უყვარს სტუმარი და მხიარულება. კაცსა სტუმარი ესტუმრო, სტუმარი არ ნახულისაო. ადგე და სუფრა გაშარებულითაო. ადგე და მორგვიცკი დაჭრას ისეთი პაპისა შენახულისაო. ცხენი თაჩუქო ისეთი როი გავდეს ნამდვილ სპილოსაო. სუყელა უქმად ჩარულის სტუმარ ვერახნო გუნოსაო. სტუმარ მასმინდობის. აი ჩვენ ტანჯული საქართველოს. კარზე მომდგარი ახალი წელი. ყველა ოჯახში იყოს მრავალჟაბიერი ბავშვების დაბადება. შენს მიწა ერთა ყვანები შეკეკლუს თხეშ და წალას. ქიზიყის ლამად ბუნება ნაჟი ბულბულის ტვენაიო. სიტყვა არ რჩება საქმენად გზნობა სიამე ნაფერსო. როცა უყურებ შენ თებს და შენი მიდამო ნათერსო. ხვალ შენი მიწა აღსდგება დამყრობთა ნათარეშაბი, მაგრამ გურს ლაქად დაგრჩება შალდღეთა გადანატარი. რამდენჯერ დაგცა ქიზიყო მტერმა ვერული ხიჟინა, რამდენი სისხლი დაღვიდა რამდენმა შერმა იდინა, შენ გადარჩენს ეწამნენ, შალვა ელიზბარ გიძინა, დღეს კი სხვა სხივ დაგნათის. სუსხარათელი ფთენია, მინდორში ყარა მოვიდა, ბახში ვარდები მღერიან. ასეთი ლამაზი კუთხე, აბა მითხარით ხოლმე. თიშობის კურთხეულ ქვეყანაი, მის აღორძინება. შვეიცარიელი
დიდი მოღვაწის ედგარ მილოი სიტყვები არის სოფლი არ დაწყნარდება სანამ საქართველო არ იქნება თავისუფალი. აფხაზეთიდან დაწყებული გამოივლის და მიგიჩავდე ქიზე გაივლის და მიგიჩავდე პატარავდება. ეს ხო მამაპაპის კერტში შენახულ ლეჩაკწააგაო. უსურვოთ საქართველო იქ. დაუბრუნდნენ საქართველოს ევროპაში წასული ხალხი. წამდეს ყველა რომ საქართველო იქნება ერთადერთი ქვეყანა დაუბრუნდება ყველაფერი. ბაღში ყველაფერი აყოლდება. საბავშვო ბაღი, ბავშვები იქნებიან. ნიშნულ ქორწილი იქნება და სიყვარული მოხმო რომელიც ყველა შევრიდეთ. დაწყები აქვს რაღაცა, რადგან სიყვარული არის ცხოვრების მეტი. ჩემი გოდბელი ქალი იყო და სომი და მოდი ზმანაშვილი. ძალიან მამაჩემი აქ არის გაზილი, რაღაცა თავისი აფები 90 წლის მამა. დედითაც მამითაც ქიზიყე. სუ ჩვედებურები შავხი. ბებო ჩამოწმებდა ხოლმე დასაცმელად, ბებო. პატარა ვიყავი ძველიანაგას, ჩაიცვილო დედას უთხარი გამოგაწყოსო და ჩავიცვალა ჩემს სამშობლოში უნდა წაგიყვანო. პატარა რო ვიყავი მეგონა სად მიყავდი, გასო და ბოდბეში დავიყვანდა ხოლმე ჩემს სამშობლოში. ლეჩაკს დაიხურავდა, ის ბავშვობა დამედგა თვალწინ. მასპინძლებს გაგიმარჯვოთ და სტუმრებს გაგვიმარჯვოს. მე ახლა სტუმარიც ავარ და მასპინძელი. არასოდეს არ გახმება წყალთა შიგა ხეთა ძირი, არასოდეს არ ცხონდება წუნკალა და ყურა ძვირი. წუნკალაც რო ცხონდებოდა ეს 64 შევავერიო. ოდითგანვე ასე ყოფილა ქართველი კაცი ერთადერთი ბავშვის დაბადება ღვინი გარეშე არ შეიძლებოდა. ადამიანი არ დაიცვლებოდა და ღვინით იყო. ვაზი იყო ერთადერთი არსება ქვეყნითაც, რომელიც თვითონ ჩვენი ეკლესიის ყველა კუთხეში ვაზი იყო გამოსახული. ვენახ გაუმარჯოს. ვაზ გაუმარჯოი. ყურძენ გაუმარჯოს. ნავ გაუმარჯოს, საცა იწურება. ჩად გაუმარჯოი. ლაშტ გაუმარჯოი. ბელღარ გაუმარჯოს, ქვევრ გაუმარჯოს. ტოპკირ გაუმარჯოს, მატაწურ გაუმარჯოს. მამყვან გაუმარჯოს, დამლევ გაუმარჯოს. ღვინოშე ღვთიდან ნაყურთხო, უცეცხლო წამაი დუღდები. სუფრაზე რადალან კარგი ხარ, ხანდი ხარ, რა წამაი ხვდებიო. ღვინო მუთხრა ერთხელ პურსა რატო არ დამიგდებ ყურსაო, კაცო. აი სუფრაზე რო შემოველი, აბა ვინმე შემდებ წურსაო. მოდი ამ შობლურ სითხე გაუმარჯოს რა. ამის ბარაკა გაუმარჯოს. ამის სიყვარული გაუმარჯოს. პატივი დავდოთ და დიდება. ვენახ, ყურძენ, მამყვან, დამლევ. დიდებას უკვე. გაიხარეთ ბატონო. აი აღმოსავლურ პოეზიაში ხო არის ვითომ ღვინოზე. ამას კარგად არც აღმოსავლურშია და არც არსად არ არის. ღვინოზე კარგად რას კიდე არის ჩვეულებრივია და აი რა არის სათქმელი, ეს კიდე არა ჩვეულებრივია. ერთი რამ გვახსოვდეს რომ შვილი კაკალია, შვილი კაკლი ბურაბაო. 1970 წლის 4 თებერვალ შუადღის 3-ის 20 წუთზე გავხდი მამა, დაიბადა ჩემი ილია. 1976 წლის 1 აპრილ დილის 8 საათზე შეგვეძინა მარიამი. 1997 წლის 12 ნოემბერ გავხდი პაპა, დაიბადა ერეკლი. ვიტყოდი რომ შვილი არისო მიზეზიო და შვილი მიზანიო. მოდი ჩვენ მიზეზს მიზნებს გავუმარჯოს. შვილი მიზეზია, იმიტომ რომ არ არსებობს. შვილი უნდა შეიქმნას, მაგრამ აი მიზანი შვილია. და ეს მიზნები არ დაგველიოს ჩვენ ცხოვრებაში. ეს ყველაზე საოცარ ადამიანებს გავუმარჯოს. ჩვენი სხეულის გამაჯანსაღებელ ხალხს და ახალ სამყაროს დამნახვებს. მესამე განწყობილებას გავუმარჯოს. ერთ პატარა ლექსი მაქვს წაიღო. კი ბატონო. ლუკას ხივს გავხარ დილისას, ღამე ჩემია დღეშენი, აპის და შვილიშვილისას, რას გაიგებენ ესენი.
მომხედა ბავშვმა და აპაკო. რას გაიგებენ ისინი ხوارჯობიაო. ლექს შემიცვალა და მე ვთქვა შენ ლექსის წერას მოსწავლი ბაბათქო. პაპის და შვილიშვილისას რას გაიგებენ ესენი? რას გაიგებენ ისინიო? ერთი პატარა ლექსიც მაქვს. ექსახელი შეიფერე. დაიცხოვრე ლუკასავით. არაფერმა არ დაგამცროს საქართველოს რუკასავით. Ramalo